მოგესალმებით ძვირფასო ინტერნეტ ტელემაყურებლებო. ეთერშია ქეთ სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების საათი PK TV-დან, რა თქმა უნდა, PK TV-ზე. და დღეს შევეხებით ისეთ მნიშვნელოვან და არა მარტო დღეისათვის მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის ეროვნული მოძრაობა. და არა უბრალოდ ეროვნული მოძრაობა. ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელების და მთელი სულისკვეთებით გამშვალული ადამიანების შესახებ თქვენ ბევრ რამეს გაიგებთ დღეს. მაგრამ დავიწყებთ დღევანდელ გადაცემას ზვიად გამსახურდიას საქმით. რა იყო ეს? მკვლელობა, თვითმკვლელობა, დღემდე ვერავის გაუგია რატომღაც. ეს საქმე შემოდებულია თაროზე და მე თქვენ გულწრფელად გეტყვით, რომ ამ საქმის შესახებ მაშინდელმა, იმის შემდგომმა და დღევანდელმა პროკურატურამ გადასარევად იცის, რომ ამას რა კვალიფიკაცია მიეცა თავიდანვე და რა კვალიფიკაციით არის ეს სისხლის სამართლის საქმე. თუმცა სუიციდის შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულია? სუიციდის შემთხვევაში ვინ არის დამნაშავე? ვინც მიიყვანა ადამიანი თვითმკვლელობამდე თუ ვინც თავი მოიკლა. მაგრამ სამი წერტილი აქვს და ვფიქრობთ, რომ ზვიად გამსახურდია არ იყო ის ადამიანი, რომელსაც თავი უნდა მოეკლა, რომელიც შეძლებდა თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებას. ბევრი ჭორმართალია ამ საქმესთან დაკავშირებით და ვიმეორებ, რომ ეს საქმე, ეს სისხლიანი და დიდი ტომებით სავსე საქმე გენპროკურატურაში 1994 წლიდან დევს გაუმძლევლად და ის საქმე რატომღაც მოინდომეს, რომ დღეს ჩამოეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამას წინათ და ამ რამდენიმე წლის წინათ არაერთხელ იყო მცდელობა იმისა, რომ ხან მოსკოვში აგზავნიდნენ ადამიანთა ჯგუფს, ეგრეთ წოდებულ კომისიას, რომელსაც სხვადასხვა პროფესიონალები ხელმძღვანელობდნენ, რომ გაეგოთ და შეესწავლათ ამბები, გამოეძიებინათ ეს საქმე, ჩაეწერათ კიდევ ერთხელ ოქმები შეედგინათ, ჩაეწერათ ისევ ტომები შეექმნათ და გაეგოთ მოიკლა თავი ზვიად გამსახურდია თუ ის მოკლეს, მაგრამ პასუხი ვერანაირად ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ ვინც კომისიაში იყვნენ, ზოგი გააქრეს, ზოგი ამ საქმეს ჩამოაცილეს, ზოგიც კი დღეს გარდაცვლილია. ასე ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მე მინდა გაგაცნოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები, რომლებიც არიან უზენაესი საბჭოს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები, ბატონი ფირუზ დიაკონიძე და ბატონი ზურაბ წიქარიძე. მოგესალმებით, ჩემო ბატონებო, ჩემო ძალიან ლამაზო სტუმრებო, რომლებიც ამ საქართველოში რატომღაც მართლაც თავის დროზე იყო ერთი პერიოდი სტუმრის სტატუსით იყვნენ, იმიტომ რომ ზვიადისტიო ასე დააქვეს სახელი და ვინც კი ზვიადისტად მონათლეს, რაღაცნაირად გააქრეს, თითქოს თავიდან ჩამოიცილეს, თითქოს სადღაც მიმალეს და ამ დროს დაავიწყდათ, რომ ასეთი ტერმინი ზვიადისტი არ არსებობდა, ეს არის შეთითხნილი ტერმინი, ბუნებრივია და ისედაც თუ საქართველო მარტო ზვიადია, დიახაც ჩვენ სამივენი, მე მაშინ ძალიან პატარა გოგონა ვიყავი და მე ვიტყვი, რომ აი ახლა დღეს სამივენი ვართ ზვიადისტები, იმიტომ რომ საქართველო თვითონ ზვიადია ბუნებით და ძალიან ამაყი, ასე რომ საქართველო მონა არასოდეს არ ყოფილა. მე მინდა კიდევ ერთხელ წარვადგინო ჩემი სტუმრები თავისი რეგალიებით, უკვე აღნიშნე რომ უზენაესი საბჭოს დეპუტატები, თუმცა კიდევ დამატებით ის, რომ ბატონი ფირუზ დიაკონიძე არის პროფესორი თბილისის ღია უნივერსიტეტისა, ხოლო ბატონი ზურაბ წიქარიძე არის მეტალურგიის ინსტიტუტის ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ბატონებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ სტუდიაში, PK TV სტუდიაში და ჟურნალისტური გამოძიების აი ამ გადაცემაში, რომელსაც ჟურნალისტური გამოძიება ქვია. მე არაერთხელ ჩამიტარებია ჩემებურად ჟურნალისტური გამოძიება საშინელ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. აგერ მე ეს მოვიტანე პრეს-პრემიერი, თუნდაც ერთ-ერთი ჟურნალი, რომელიც ჩემი ჟურნალი იყო და აქ აი ეს ნომრები ახლა უცებ რაც მოვიძიე, აი აქ სავსე არის ზვიად გამსახურდიას თემასთან დაკავშირებით მასალები და ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც ზვიადის სახელი, ის კი არა, მარტო ზვიადის სახელი კი არა და მერაბის სახელი,
მთლიანად საქართველოს ეროვნული მოძრაობის გმირების სახელი არაფრით არ შეიძლებოდა რომ გველაპარაკა, გვეთქვა მათ შესახებ რაიმე და საერთოდ ქართულ სულზე ლაპარაკი ალბათ ზედმეტიც იყო, მაგრამ მე მაინც უბედავდი და ჩემებურად ვწერდი. ასე რომ ბატონო ფირუს, დღეს რაღაცა სასწაული მოხდა და ზუსტად გამსახურდია სისხლის სამართლის საქმე ხელახლა წამოწიეს, ოღონდ იმ კვალიფიკაციით, რომ ზუსტად გამსახურდია თავი კი არ მოიკლა, ანუ მიეცა მკვლელობის შეფასება, ხო? ანუ ზუსტად გამსახურდია მოკლეს. მე არ ვიცი ახლა ბატონებო ვისთან გადმოვიდე ჯერ პირველად კითხვით, იმიტომ რომ ორივე უზენაესი საბჭოს დეპუტატი ხართ. მოდი ბატონო ფირუს თქვენიდან დავიწყებ, თუმცა მე ვეცდები რომ მე ძალიან ცოტა ხანს ჩუმად ვიყო ხოლმე და თქვენ გაცალოთ საუბარი. მე მგონია არ ვიდავებთ ამ საკითხზე. დიახ. ოღონდ მე წინასწარ მინდა ჯერ ის თქვა რომ აშკარად აღიზიანებული ვართ ფაქტობრივი ხელისუფლებისგან. საქმე იმაშია რომ ფაქტობრივ ხელისუფლებას, რომელიც რა თქმა უნდა პუტჩისტების მემკვიდრეა და სახელმწიფო გადატრიალების შედეგად არის მოსული, სვიადი გაახსენდებათ მაშინ, როდესაც რაღაც გაუჭირდებათ ამ მომრჩეველთან და ცდილობენ ხალხს მოაჩვენონ თითქოს და ზვიადის დიდი გულშემატკივრები არიან. და ამის დასადასტურებლად მე რამდენიმე ფაქტს წინასწარ გეტყვი. 2009 წელს, როდესაც შეიქმნა ეგრეთ წოდებული საპარლამენტო კომისია, მაშინათვე ჩვენ ჰელსინკის კავშირმა გავაკეთეთ განცხადება და გაზეთ ვერსიაში იყო ეს გამოცხადებული, რომ ეს იყო მორიგი პიარი სახელმწიფოსგან. მათ ჭირდებოდათ, რომ თითქოს და ზუსტად გამსახურდიას ბედით იყვნენ დაინტერესებული. ამის შემდეგ გადის დრო, 2 წელი იმუშავა ამ კომისიამ, ჩააბარა პროკურატურას და დაიხურეს ხუდი და დამთავრდა. შემდეგ ჩვენ ისევ ჰელსინკის კავშირმა და ილია მართლის საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეს თავის დროს ზუსტად გამსახურდია იყო, მიმართეთ პროკურატურას, რომ თქვენ გადმოგეცათ მასალები საპარლამენტო კომისიის და გამოიძიეთ. მით უმეტეს ჩვენ წარუდგინეთ მათ დამატებით მტკიცებულებად ბესარიონ გუშინმა შეაგროვა მასალები, რაც მას მიაჩნდა მიზანშეწონილად, რაც ტელეგადაცემებიდან თუ სხვა რამებიდან და წინად გამოსცა. და ეს წიგნიც მივაწოდეთ პროკურატურას. დუმილი დღემდე. კონკრეტულად რომელ გამომძიებას მაშინ მაშინ პროკურორი იყო თბილისში. ეს ახალი ახლა რომ მოვიდა, დიახ, უნდა ვადაგასული იყო. შემდეგ მივაწოდეთ აგერეს ელიგე ახაც ამოვიღე ასლერის სერვასლი პარლამენტის თავმჯდომარეს მივეცით რომ თქვენ თუ იძიებთ საქმეს, მართლა თუ იძიებთ, კი ბატონო მივესალმებით ამას, ეს ჩვენს ინტერესშიც შედის, გაირკვეს სიმართლე. ოღონდ ისე იქნება რომ ხან გინდა და ხან არა მოთხოვეთ პროკურატურას პასუხი თქვენს მიერ გადაცემულ საბუთებში. იქაც დუმილია დღესდღეობით. ახლა რომ ამ დღეებში გამოცხადა რომ ახალი კვალიფიკაცია მიეცა, ჩვენ კვალიფიკაციას რა თქმა უნდა ვერ გვექნება ვერავითარ და მე პირადად არს ბატონ ზურავს უშუალოდ ჩვენი ვერსია რა თქმა უნდა გაგვაჩნია. მაგრამ ეს გამოძიების პრეროგატივა როგორ გადაწყვეტს. მაგრამ იქ ერთი ზუსტობა თუ განგებს არის ნათქვამში, რომ ზიად გამსახურდია დაიღუპა იმის გამო, რომ სამსახურეული მოვალეობას ასრულებდა. ასრულებდა თუ ძველი შესრულების გამო ეს ნათლად არა ახალ დოკუმენტში, ახალ პროკურატურა რომელსაც იქ არის, რომ აღიზრდა საქმე განზრახულობით, რომელიც ჩადენილი არის სამსახურული მოვალეობის შესრულების ხელის შეშლის ამით. შეგვიძლია მე ახლა მაინტერესებს ამ პროკურატურისგან იმ დროისათვის ესენი თვლიან, რომ ის პრეზიდენტი იყო თუ ყოფილი პრეზიდენტი. საოცარი არგუმენტი, საოცარი ამას მიგნება აი ამასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თავის დროზე პუტჩისტები უკვე 6 იანვრიდან რაც თბილისი დატოვა ხელისუფლება, ყოფილ პრეზიდენტს უწოდებენ იმას. თუმცა 2004 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება და ჩვენი უზენაესი საბჭო და პრეზიდენტის უფლებამოსილება ცნო მისთვის განკუთვნილ იურიდიულ ვადებში, ესე იგი 1995 წლამდე. ესე იგი გამოდის, რომ იმ დროისათვის ზუსტად გამსახურდია იყო პრეზიდენტი. ამათი ჭუით ვარ ახლა ჩვენი თვალსაჩინო, რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტი იყო.
და თუ პრეზიდენტი იყო, მაშინ მე პროკურორს ვეკითხები, ის ვინც დაინტერესებული იყო მისი მოკვლით და მის დევნით და ისინი ვინმე იყვნენ. აქ უკვე სხვა ამბავია და მე ხა ბევრი ვარ გავგზავნები რეგულარულად პოტენზიალ. არა, ბატონ ზურაბს დავამატებ გადავცემ სიტყვას, ერთმანეთს დავამატებ, ოღონდ ლელობა და თვითმკვლელობის ამბავი ძალიან ყოხტა და დასაფიქრებელი. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა მიცის, სოკრატე იყო დიდი ფილოსოფოსი, დიდი მოაზროვნე, საკუთარი ხელით დალიაშხამე. მაგრამ ეს თვითმკვლელობა არ იყო. ეს იყო მას მიუსაჯა სიკვდილი და ესეთი ფორმა იყო. და შეიძლება მე კაცი დავინახოს როულობს თავის თავზე იარაღს, მაგრამ მაინც არ იყო თვითმკვლელობა. თუმცა ეს ჩემთვის მეორე ხარისხიან ნებისმიერ ვარიანტში ზოგადსახურდია არის მსხვერპლი იმ ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, რომელსაც შევარდნაძე ხელმძღვანელობდა და თანაც ეს ხელისუფლება ბუნებრივია, მემკვიდრეა სამართალმემკვიდრე ხელისუფლების, ნუ გვატყუებს თქვილა თითქოს დაინტერესებული იყოს გამოძიებით. ესენი ხომ მკვლელები არიან ისევ. ესენი ნაციონალები და კონციონალები ერთმანეთს რო წაეშყვებიან, წამოაძახებენ, რომ შენთან არის მხედრიანები. ისიც იმას არის უკვე მხედრიანი. ყველას ორივეგან არის, რა თქმა უნდა. და ერთი და იგივეა და მკვლელები იქ რომ არის, მკვლელი სიმართლით დაინტერესებული არა და მე დროებით ახლა პოზიციები ბატონ ზურაბს. დიახ, ბატონ ზურაბ მე თქვენ არ გაგაწყვეტინეთ შეგნებულად ბატონო პიროს, ბატონო ზურაბ და მე რა თქმა უნდა კითხვა-პასუხის რეჟიმშიც ჩართავ ხოლმე კითხვა-პასუხის რეჟიმს, თორე ისე უმეტესად თქვენ მოგისმენთ ასე ავაგოთ მოკლედ, იმიტომ რომ თქვენ ბევრი რამის მნახველი ხართ და მე მინდა თქვენგან გავიგო ბევრი საინტერესო დეტალები. გისმენთ ბატონო ზურაბ? მე ერთი რამი შემიძლია გითხრათ. მე არ მჯერავს რომ ზვიად გამსახურდიან შეიძლება თავი მოკლდეს, ზვიად გამსახურდიან შეიძლება და თავი მოიგო. მე ამას ვერაფრით ვერ დავიჯერ. მე მჯერავს რომ ის მოკლეს. გამიგეთ რა, მაგრამ ხართ ასე დარწმუნებული მაშინ? მე იმდენად ვარ დარწმუნებული რომ ის მოკლეს, ვინაიდან დარწმუნებული ვარ რომ ის თავს არ მოიკლავდა. გამიგეთ რა შესაძლოა. ლოგიკა ესეთია. ეხლა რაც შეეხება სამართლიანობის დადგენა. სამართლიანობის დადგენა ყველა დროს ყოველთვის არის დადებითი მოვლენა. რა თქმა უნდა, როცა გაირკვევა ის, რაც არ არის გარკვეული, ყოველთვის ეს იქნება დადებითი მოვლენა. ღმერთმა ქნას და სამართლიანობა დადგინდეს. მაგრამ როგორ არის საქმე, იცით რომ აი ეს დამოკიდებულება რატომ ხდება აი ესეთნაირად რაღაცა ტალღებივით. მოგეხსენებათ, ეხლა მე რა მინდა გითხრათ. შარშან იყო ზვიად გამსახურდია შეუსრულდა 75 წლის თავი. 36 დეპუტატის ხელმოწერა. იქნა შეტანილი პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. და იყო მოთხოვნა, რომ ჩატარებულიყო საიუბილეო საღამო, რომელსაც ადამიანი, რომელმაც ქვეყანა სახელმწიფო დააფუძნა, იმისთვის პატივი მიეგვეღო. პატივის მიგება მომხდარიყო და ეს მომხდარიყო სახალხო დასანახად, ასე ვთქვა. თუ მართლაც ამერ პატივს. ხო, ღიად მომხდარიყო და აი ესე სახალხოზე იმეყოფილიყო. მაგრამ, როდესაც ჩვენ ეს წერილები მივიტანეთ, გითხრეს რომ პასუხს მივიღებით 2 კვირაში. არანაირი პასუხი დღემდეც არ არის მოგეხსენება. ეს არ არის, ამიტომ არის ჩნდება ეს ეჭვები, რომ ეს ყველაფერი გამიგეთ შეიძლება იყოს რაღაცა ტალღა იმისათვის, რომ რაღაცა ახალი ქულები დაეწეროს. კი ბატონო, თუ გაირკვევა, რომ მაგალითად დადგინდება, ვინაიდან ახლა ახალი ვერსია წამოვიდა, იმიტომ რომ გუშინ მე უყურე ჩაგელიშვილის ფილმს, კი კატეგორიულად არის ნათქვამი, რომ ზედ გამსახურდიან თავი მოიკლა ამ ფილმში, ხო? ეხლა თუ მაგალითად ეს გამოძიება წავა თქვენ ხართ ჩემი ბატონი და საბოლოო ჯამში ვერ დადგინდება ისევ დარჩება ღიად ეს საკითხი, მაშინ რა უკვე, მაშინ ხო ნამდვილად გამოჩნდება ღიად რომ ეს არის რაღაცა ფანდი, ხო, ნუ რა ერთი სიტყვით იმისაც რომ ამ ზვიად გამსახურდიას მომხრეების რაღაცა სიმპათიები დაიმსახურონ და რაღაცა ქულები მოიპოვონ. ეხლა მე რა მინდა კიდევ გითხრათ, იცით, აი ყველა ეს მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, თქვა რომ ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ და ესე და ერთი სიტყვით ნაციონალური მოძრაობა დაერღა. ნაციონალური ეროვნულს ნიშნავს. პირდაპირ თარგმანით, ესე არ არის ნაციონალური სიტყვა, ლატინური სიტყვა, თქვენ ხართ ჩემი ბატონი და ქართულად ეროვნულს ნიშნავს.
და დაიქვეს ნაციონალური მოძრაობა. ეს საერთოდ ესე არის ხოლმე, როცა იდეა არ არსებობს, იცით, ირქმევენ რაღაცა ეკლექტურ სახელებს, მაგის მოქალაქეთა კავშირი. მოქალაქეთა კავშირი მოგეხსენებათ ნებისმიერი პარტიული გაერთიანება მოქალაქეთა კავშირია, ყველანი არიან მოქალაქეები. ხო და დაიქვეს მოქალაქეთა კავშირი, რას წარმოადგენდა და რას სადაც მიიყვანეს ქვეყანა, ხო ნახეთ, არა? საქმე მაგაში არ არის. აი დღევანდელი ხელისუფლება მოვიდა დიდი წარმოუდგენელი დიდი დროშით, რომელზეც ეწერა ჩვენ დავადგენთ სამართლიანობას. ახლა ის მის კითხვა. აგერ გავიდა 25 წელი, ხო, თითქმის, არა? არის მის არც ერთი მე ისიც კი მიგვეს, აი მინდა ჩემს კოლეგებს, რომლებიც დღეს ამ პარლამენტის წევრები არიან. არ გამოვლენ, არ იტყვის მაგალითად იგივე ზვიად ძიძიგური, კიდევ სხვა ჩვენი ყოფილი დეპუტატები, რომლებიც ჩვენთან ერთად ისხდნენ და ხელი მოაწერეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ღირებულების და ყველაზე მაღალი მორალისა და სამართლიანობის დოკუმენტს. ისინი დღეს არ სვამენ კითხვას იმავე პარლამენტში, რისი გულისთვის იქნა დამხობილი ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ისტორიაში შექმნა აი ის ყველაზე მაღალი მორალისა და სამართლიანობის დოკუმენტი. რისი გულისთვის, ვინ, რის გამო, აი ეს კითხვები არ უნდა დაისვას. უნდა დაისვას ნამდვილად. კი ბატონო, მაგრამ ყველაზე ხმამაღლა ვინც ლაპარაკობდა, რომ ჩვენ სამართლიანობას ავადგენთო, ის ხალხი ზვიად გამსახურდიას, რომელმაც სახელმწიფო დააფუძნა, იუბილეს არ უხდია. ბატონებო, მოდით ჩვენ განვაგრძოთ გადაცემა უკვე ცოტაოდენ კითხვა-პასუხის რეჟიმში. შემდეგ ისევ დაგეთმობათ, რა თქმა უნდა, დრო თქვენი მოსაზრებისა თუ პირიქით, აი თქვენ რაც გაქვთ სათქმელი, აი იმისი თქმისთვის. ეცეთ უამრავი ვერსია არსებობს, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. კიდევ გაბუსვა მხას თავი მოიგლა, მოკლულია თუ ზვიადი ცოცხალია. მე აგერ მაქვს ჟურნალები, სადაც მე მქონდა გამოქვეყნებული, ეს არის 2004 წელს გამოსული ჟურნალი პრესპრემიერში, მიწერია მამა გაბრიელ ურგებაძის სიტყვები. ზვიადი ცოცხალია. ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა ბერმა გაბრიელმა და იქაც არის ბერი გაბრიელი, როდესაც მოიხსენიებდა ხოლმე ცოცხლებსა და მიცვალებულებში არასოდეს ახსენებდა ზვიადს. ანუ ხალხში მითად დადის ამბავი, ზვიადი ცოცხალია. მეორე ნომერი ჩემი, ეს არის 2004 წლის 31 მარტს გამოსული ნომერი, რომელიც პირადად მიეძღვნა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს და რეფერენდუმის დღეს, იმიტომ რომ მე არ მინდა რეფერენდუმი და ზვიადი ერთმანეთს დავაცილო, ისევე როგორც თქვენ უზენაესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული ადამიანები, დაგაცილოთ იმ რეფერენდუმს, რომელიც ასეთი დიდი სიხარულით მივიღეთ საქართველოში და მე არ დამამიწყდება მიუხედავად იმისა, რომ არ ძალიან დიდი ვიყავი და არ ძალიან პატარა, ვიყავი 20-იან, აი ასე ვთქვათ, წლებში, აღარ მახსოვს 24 თუ 25 წლის ვიყავი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მახსოვს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან კარგად, როგორი ბედნიერები მიდიოდნენ ადამიანები არჩევნებზე, როგორი ბედნიერები იყვნენ, როდესაც ეს რეფერენდუმი შედგა, რეფერენდუმს ხელი მოეწერა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. მე ძალიან მიხარია ის დღე. და მე ეს მთლიანად აი ეს ნომერი, 56 გვერდიანი ჟურნალის ნომერი, მივუძღვენი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს და მივუძღვენი რეფერენდუმს. აქ მიწერია აი ასეთი სათაურით. დიახ, ზვიადი ცოცხალია, მე მინდა რომ ჩანდეს კამერაში, მე იქნება მანიშნოს ოპერატორმა ჩანს თუ არა. და როდეს აი აქ წერდი ასეთ იმას, იცით, მე შემომივიდა აი ასეთი იყო პიროვნება, რომელიც ლევან ლომისელის ფსევდონიმით
გამეცნო, უბრალოდ მე მისი გვარსახელი ნამდვილად ვიცოდი, მაგრამ მან თქვა, რომ გამოვაქვეყნეთ ლევან ლომისელის, შემდეგ ლევან რაღაცა გვარი აღარ მახსოვს, სადაც ის ამბობდა, რომ ის იყო ზვიად გამსახურდიას რწმუნებული სამაჩაბლოს მხარეში, მე მინდა ვნახო ეს, ხო, აი აქ, რომ პრეს-პრემიერის მომავალ ნომერში, ამას გეტყვით, ეს არის 33 ნომერი 2004 წელს, ანუ დაასწრო 35 ნომერში იყო ზვიადის ზვიადზე მასალა და ანონსი გაკეთდა 33 ნომერში. ყურადღება ანონსი საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნაცვლად მისი ორეული გვარად რეზო გითოლენდია მოკლეს. 1993 წლის დეკემბრის დასასრული ფაქტები. ზვიად გამსახურდია ცოცხალია და იგი სულ მალე დაბრუნდება საქართველოში. ანუ აი ეს ასეთი უცნაური მოსაზრებები და აქვე მინდა ვთქვა, რომ ზვიად გამსახურდიას წესი ვინც აუგო, მამა კონსტანტინე კოღუაშვილი, იცით ალბათ, ჩეჩნეთში წესი ვინც აუგო, გროზნოში, მას ხო ხელი არავინ მოკიდა საპატრიარქოდან, იმიტომ რომ თავის თავზე არა იღეს ვითომ თვითმკვლელობის ამბები, მაგრამ მამა კონსტანტინე კოღუაშვილი, რომელიც ჩემი რესპონდენტი გახლდათ და ამ ნომერში არის მამა კონსტანტინესთან ინტერვიუ, მაშინ რა თქმა უნდა, მეუფე ამბროსი ქათამაძეც იყო ცოცხალი და ისინი ერთად წავიდნენ, მეუფე ამბროსი და მამა კონსტანტინე და გროზნოში ჩავიდნენ თვითონ და ასე გაუპატიოსნებლად, ასე წესის აგების გარეშე არ გაუშვეს პირველი პრეზიდენტი. და მამა კონსტანტინე დღეს ცოცხალი არ არის ისევე როგორც მეუფე ამბროსი, სამწუხაროდ. დღეს მამა კონსტანტინეს ვიხსენიებთ როგორც მღვდელმონაზონ დავითს. იგი თავისი 8 წლით ალბათ 80 წლისას გავდა, როდესაც ამ ქვეყნიდან წავიდა, თუმცა იყო სულ მხოლოდ 57 წლის და მე მინდა პირველად ექსკლუზივის სახით განვაცხადო ჩემივე ეთერში ღიად თქვენი თანდასწრებით მამა კონსტანტინეს ბოლო ინტერვიუ, რომელი კასეტად სამწუხაროდ მე აღარ მაქვს, იმიტომ რომ მამა კონსტანტინე, მაშინ ჯერ კიდევ მამა კონსტანტინე ერქვა, ჩამომართვა ის კასეტა და მთხოვა, ქეთევან, ჯერ ამისი გამჟღავნების დრო არ არის, მაგრამ ეს დრო დადგება მალე. და რა იყო ეს? ანუ ვინ ნახა მამა კონსტანტინემ იქ, ვისაც აუგო წესი. და მისი ნათქვამია, მე იმიტომ ვამბობ, რომ ამას ექსკლუზივის სახით თქვენ გეუბნებით ჩემივე ეთერში ღიად, რომ ეს არ იყო ზვიად გამსახურდია. სად არის ზვიად გამსახურდია? მოდით ბატონებო, იქნებ მითხრათ. ეს არ იყო ზვიად გამსახურდია, ეს მითხრა მამა კონსტანტინე. რომ მამა გაბრიელი ამბობს ამას, რომ იყვნენ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც უშუალო კავშირში იყვნენ ამ საქმესთან, იქიდან ზოგიერთი ცოცხალი აღარ არის. ეს მე გეუბნებით, ზოგი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს გეუბნებით, ზოგს გენპროკურორს და ასე შემდეგ. ანუ ადამიანები, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ კავშირი ამ საქმესთან, ამ საქმის გამოძიებასთან, უბრალოდ ისინი კულუარებში მეუბნებოდნენ, რომ ვინც არ იყო დაკრძალული, ის ზვიად გამსახურდია არ იყო. სად არის ზვიად გამსახურდია? მაპატიეთ ცოტა ვრცელი იმისთვის, მაგრამ იმისანა ექსკლუზივი ვთქვი ახლა აქ. ექსკლუზივი, რომელიც მე პირადად მოვისმინე და შემიძლია ეს დავადასტურო იმით, რომ მე იქ მარტო არ ვიყავი ჩემს მეუღლესთან ერთად, იყო როცა მამა კონსტანტინე ამას მეუბნებოდა, ჩემს გვერდზე იყო მამა კონსტანტინეს გოგონა და ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი. დასაჯერებელი არის აიჭვი არ შეგვექვს არც თქვენში, არც მამა კონსტანტინეში. მეც გეტყვით მაგ თემასთან დაკავშირებით. კი ბატონო. რა თქმა უნდა, პირველად როცა გავიგეთ ზვიადის ტრაგედიის შესახებ, იმ წუთშივე წამოვიდა ეს ვერსია ხალხში. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ გაჩნდა ასეთი ეჭვი, რომ ეს გააკეთა ვიღაც სერიოზულმა ძალამ თქვა უშიშროებამ, რომ ხალხი ყოფილი იყოს ორ ნაწილად და ხალხის ერთიანობის ძალა არ გამოუშალეს. მე ის ფაქტი ვიცი, სოხუმში მაგალითად იმ კაცს გადაასვეს სამოსი რაღაცა და ხალხს მოაჩვენეს თითქოს იქ იყო ზვიადი. გოჩაბახი არის ერთი ჩვენი მებრძოლი, ეს იყო მაგასთან დაკავშირებული.
არ მეპარება რა თქმა უნდა ეჭვი მამა გაბრიელში და ბუნებრივია. რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ დავამატებ მე. კი ბატონო, როგორ არა? თქვენ აი ეს მე უბრალოდ შეიძლება ითქვას სიტყვა ჩავაგდე. დიახ. ანუ კონსტანტინე გამსახურდიას კომისია მაპატიეთ ბატონო ფირუს არ დაგავიწყდეთ რაზედაც საუბრობთ მაპატიეთ აღარც დაგასრულებინე წინადადება იმიტომ რომ ვიცი რომ ამ ძალიან საინტერესო ამბავი და მოყვეთ რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ ჩემო საყვარელო მაყურებელო ამ საინტერესო თემით რეკლამის შემდეგ სულ მალე დაგიბრუნდებით ქეთი სესიაშვილი ჟურნალისტური გამოძიების ცენტრი იგივე ჟურნალისტები და იურისტები ჩვენი უფლებების დასაცავად და ჟურნალისტური გამოძიების ინტერნეტ გამოცემა პრესკავკასია-ჯი ინტერნეტ ტელევიზია PK-TV იგივე პრესკავკასია-ჯი TV მდებარეობს თბილისი ჩუბინაშვილის 79-ში პირველი სართული ან დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზი 2961529 2182519 ვიმეორებ 2961529 2182519 კლებული სახით გამოვალთ ინტერნეტ ტელევიზია PK-TV იგივე პრესკავკასია GTV და ინტერნეტ გამოცემა პრესკავკასია-ჯი. ჩვენ არ მოგატყუებ, ჩვენ ილიას გზით მოვდივართ დევიზით მამული ენა სარწმუნოება. ჩვენივე თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. იკითხეთ გამოცემა და გვიყურეთ ჩვენ მოვდივართ, მომავალი ჩვენია. რეკლამის შემდეგ ჩვენ კლავ ეთერში ვართ, მე მაპატიეთ ბატონო ფირუს ძალიან ესე უხეშად მოწია გაწყვეტინება თქვენთვის აი ამ წინადადების. მე დამატებითაც გეტყვით რომ აი ბატონი კონსტანტინე ან კოკო გამსახურდიას ლაპარაკი კომისია რომ შეიქმნა საპარლამენტო უზენაეს საბჭოს წევრებს ამერიკის დაგვიზარდას და მეც ვიყავი მათ შორის და ბოლოს მე რაღაც რომ მოყოლობა რომ გამოიწვია ვკითხე მას დნმ-ის ანალიზი არის საქმეში დიახ დნმ-ის ანალიზი არ არის ცოდნეს აქვსო ეს არ იყოს სახელმწიფოებრივი ჩინოვნიკის პასუხი და მეორე კიდევ ასეთი რამ შეკითხა უთხარი რომ თქვენ აქ რასაც ამბობთ იმას უთხრა და იმას ისე იყო ეს არ არის კომისიის ფაქტი ისე იგი მოთხრა თქვენ ტოვებთ ადგილს ლეგენდებისათვის მე რა თქმა უნდა ახლა თავიდანვე როცა ის იდეა გაჩნდა რომ სვიადი ისევ ცოცხალია რა თქმა უნდა კაც რას გინდა იმას უფრო კარგად იჯერებდა რა თქმა უნდა მე იმას ველოლიავებოდი და სწორედ ამას ველოლიავებოდი ამ ახალი პარლამენტის არჩევნებამდე აი ეს ახალი პარლამენტი რო აირჩიეს, აქ არის ერთი ოცნების პარლამენტი, ერთი ჩვენი ყოფილი დეპუტატი მირიან ციკლაური, ექიმი, მის პატიოსნობა შეწყდა. დღეს უნდა მოგზაურიყო. არა, დღეს არ უნდა ყოფილიყო ეს სპრაფი უნდა ყოფილიყო ეს. და ის გროზნოში მის გააპატიოსნა. ერთ-ერთი მათგანი არის და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი 4 თუ 5 საათის განმავლობაში ცხედართან ტრიალებდა. და მე მას ბოლოს მე ის კითხვას დაუსვი რა თქმა უნდა რომ ბოლოს შენ დარწმუნებული ხარ რომ კი დარწმუნებული ვარ რომ ზვიადი იყო იგი ნამდვილად ზვიადი იყო და ამასთან დაკავშირებით ის მინდა კიდევ მე ახლა განვაცხადო იმას იქ გროზნოში აგრეთვე ესწრებოდა მისი ის ორი დაცვის წევრი რომელიც ბოლო დღეებში სამწუხაროდ მასთან არ იყო გოჩა კეკენაძე და ზაზა ბურჯანაძე ისინიც იმ ტრიალებდნენ და 1000 კომისია იქნება, 1000 რაღაცა იქნება და ამ ხალხს არავინ არ უძახის. ამ ხალხს არავინ არ უძახის. თქვენი აზრით რატო არ ეძახიან? მოდით ბატონ ზურაბსაც ვკითხოთ და მე ისევ თქვენივე პასუხზე ისევ თქვენ გამეცით პასუხი, თქვენივე ნათქვამზე. აი თქვენი აზრით რატომ არ ეძახიან სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ერთგულები იყვნენ და მათ ბევრი რაღაცა იციან და სულ იქ ტრიალებდნენ ზვიად ჩვენი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას აი მძიმე დღეებში. უბრალოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, ხო? სულ იქ ტრიალებდნენ და ხო, რატო არ ეძახიან? არ ვიცი, მე თქვენ რას ფიქრობთ? აი თქვენი აზრით. მე ვფიქრობ საერთოდ ესეთ რამეს რომ აი დღეს როდესაც ხდება მაგალითად სატელევიზიო გადაცემები თქვენ ხართ ჩემი ბატონი აქ მოწვეული რაღაცა შოუ და ესეთი გადაცემები რომ ხდება მე ვატყობ ერთ რამეს როგორც კი ჩავარდება რაიმე მარცვალის საკითხი იმ დროინდელი ამბების გასარკვევად იმ წუთში საუბარი გადადის სხვა თემაზე იმ წუთში ჟურნალისტი იწყებს სხვა კითხვას და იმ წუთში იწყება ეს არის ესეთი განწყობა ეს იყო 92 წლიდან დაწყებული აბსოლუტურად ერთნაირად გრძელდება დღემდე გამიგეთ რა შეესაბამება არ
არის შესაძლებლობა იმისა, რომ ითქვას ერთი და მთავარი სიმართლე, როგორც მე თქვი და კიდევ გავიმეორე. რისი გულისთვის მოხდა ეს ყველაფერი? რა დემოკრატია არ იყო? ესე იგი, მე ვერ წარმომიდგენია, ვინ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ შევარდნაძე იყო უფრო დიდი დემოკრატი, ვიდრე ადამიანი, რომელსაც თავისი სიცოცხლე და ცხოვრება, სხვა შორის ქართული ენა ერთ-ერთი იშვიათთაგანი ენა, რომელზედაც ეს ორი ცნება ორი სიტყვით გამოიხატება. სიცოცხლე და ცხოვრება. შეალია მხოლოდ ერთ რამეს, თავისი ქვეყნის და თავისი ხალხის თავისუფლებას. როდესაც იძახდნენ სიტყვას ვიაც ეს სიტყვა ხმამაღლა დაძახებული სიტყვა, ეს ხომ არ ნიშნავდა კარგ ცხოვრებას თქვენ ხართ ჩემი ბატონი, ეს არ ნიშნავდა ბიზნესს, ეს ნიშნავდა ორ რამეს, თავისუფლებას და სამართლიანობას. სხვას ეს არაფერს არ ნიშნავდა, ხო? ხო და მე ვერ გამიგია იმ ხალხისა, ვინც შევარდნაძის გულისთვის დაიჩოქა, იმათ რა უნდათ. მე ვიცი, როდესაც ქართველი ხალხი იძახდა ზვიადიო, მათ რა უნდათ, მაგრამ აი იმ ხალხს რა უნდათ, ვინც შევარდნაძის გულისთვის დაიჩოქა. გამიგეთ რა შესაქმე. და შეიძლება იყოს ასეთნაირად დაისვას საკითხი, რომ დემოკრატია არ იყო ზვიად გამსახურდიას იმაში და ზვიად გამსახურდია. პირიქით დემოკრატიას ითხოვდა და დემოკრატიულ სახელმწიფოს ქმნიდა ზვიად გამსახურდია. გარდა მაგისა, დიქტატორი მოგეხსენება თქვენ ჯერმე ყველა ცნებას თავისი ატრიბუტი გააჩნია. რა თქმა უნდა. ტირანია და დიქტატურა ვერ განურჩევიათ ერთმანეთს. არა, როგორ შეიძლებოდა ადამიანს დიქტატორი ყოფილიყო, როდესაც არ ჰქონდა არც ერთი ატრიბუტი. არ ყავდა არმია, არ ყავდა სპეცსამსახურები და არ ყავდა პოლიცია. ეს ყველაფერი, პოლიცია და სპეცსამსახურები, ყველაფერი საბჭოთა ინერციით მოქმედებდა, ესე არ იყო. არმია ხო არ ყავდა, კიტოვანი ეგ მოგეხსენებათ 24 დეკემბერს ღამე გაათენა კაცმა. აი წარმოიდგინეთ რა, კიტოვანმა და სიგვამ ხელი მოაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. და 24 დეკემბერს ღამე გაათენეს ბეპაევის კაბინეტში. აი ახლა მე არ ვიცი ბატონო. აი მაყურებელმა თვითონ განსაჯოს. ისე თქვენ დავიბრუნდებით თქვენივე ნათქვამზე, რატომ არ დაუძახეს და აი განავრცეთ ეს. მე მინდა რომ თქვენ აი ამ პერიოდში, აი ამ დროში, რაც დღეს ჩვენ ქრონომეტრაჟი გვაქვს, მე პირიქით დავუმატებდეთ ჩვენს ქრონომეტრაჟს, რომ თქვენ მოგეცეთ საშუალება, რომ ისაუბროთ იმ გულის ტკივილზე, რასაც საქართველოს ტკივილი ქვია, რასაც ეს ამ საქმის ტკივილი ქვია, რასაც თქვენი ტკივილი ქვია, ჩვენი ტკივილი და შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ განვაგრძობთ ამ ციკლს და არაერთხელ იქნებით ჩვენი სტუმრები. იმიტომ არ დაუძახეს, რომ ეს სიმართლე მათ არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ, ჭეშმარიტება არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ის სიმართლე თვითონ რასაც წარმოადგენენ. თვითონ თითქოს წუხან, მე მახსოვს პირველი პარლამენტი რომ იყო ეგრეთ წოდებული, მერაბ კოსტავა თითქოს შევარდნაძის მაგაცი ყოფილიყოს, მთელი პარლამენტის შენობა მოჭედილი იყოს მერაბის სურათებით. თვითონ ეგონათ მერაბს გამოიყენებდნენ ზვიადის საწინააღმდეგო. თითქოს ესენი სხვადასხვა იყო, მაგრამ მე ამ ხალხს ურჩევ, წაიკითხონ მერაბის ლექსი ძმას ქრისტეს მიერს და ანდა მერაბის გამოსვლას მოусმინონ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში რომ თქვა მეგობრობაზე. და ესენი თავის საქმეს აკეთებენ. იმიტომ მე ახლანდ მე არ ვთიშავ შევარდნაძე, სააკაშვილი და ივანიშვილი თუ ვინა ახლა. ესენი ერთნი არიან. და ამიტომ ამაზე განაცხადა რომ დაგვანებონ თავი ბატონო, დაანებონ თავი. თუ არა და თუ გამოძიება კი ბატონო, დამიჭირონ ბატონო, მე მიმართავ აღარ უსუფაშოს. მოგმართა 2 წლის წინ ოფიციალური პარტიის ხელმძღვანელი პარტიამ მოგმართა, გაგვაცეთ პასუხი ხوار თხოვთ რა წერე გავაცეთ. მე გეუბნებით, თქვენ ხართ ვიღაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი. დამიჭირეთ ბატონო და გაგცემთ იქ პროკურორთან პასუხს და მე წავიდეს ზიება. დამიჭირონ და მე მოვიყვანი მოწმეა თუ მართლა აინტერესებთ. მაგრამ არ აინტერესებთ და მე სამწუხაროდ მართლა ბედნიერი ვიყავ იმ წლებში რომ ჯეროდა რომ ალბათ რაღაცა ცოცხალი არის და ვიღაცები რომ გამოდიოდნენ და ამბობდნენ ცოცხალია რაღაცა გაჩვენდი თუ კი იმას უნდა გაჩვენება შენ რატო უმხელ ამას მაშინ
მაგრამ ბოლოს ისეთი ლეგენდები წამოვიდა ცუდი, რომ ეროვნულ მოძრაობაზე ვიღაცას ფულის შოვნა მოუნდა, ვიღაცამ თითქოს 3000 კაციანი ყრილობა ჩაატარა შეერთებულ შტატებში სულ ზვიადის მომხრეების და ასე და ვის დაჭირდა, ვინ მოიგონა ასეთი მსგავსი რაღაცები, თუ მართლა ტარდებოდა? ჩემთან მაგალითად მოვიდა ერთი პიროვნა მერიდება ხელმძღვანელს არ გავუკეთებ, მე მაშინ ხელმძღვანელის თავმჯდომარე ვიყავი და მოვიდა ასე ისეთი მაღალი რანგის ხალხი ხო შენზე მაღალიო და ჩემზე მაღალი მოთხრა დეპუტატი ვარ, მაშინ ზვიადი ყოფილა თვითონ. იქ რამდენიმე ის იყო ფსევდონიმითო და 3000 კაცი თუა მოთხარ იქ ჩვენებურად რომ აზროვნებს თითო დოლარი რო გამოგვიზანოს $3000 მოგსეჩვენ. 3000 დოლარად ახავაგორებთ რაღაცას და რატო იტყუებით? მე ეს კიდევ სხვა გადაიტანას ბოლოს მე ნათელაშვილის პარტიაში მივიდა ეს ხალხი და მე ახლა კიდევ იყო სირიაში იბრძვის თურმე ვიღაცა და რა ვიცი ეს ლეგენდები ვიღაცას ჭირდება ჩვენ დასაბნევად და სინამდვილეში როგორ ხართ აი მოდით თემას ცოტა გადავუხვიოთ და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებზე და საერთოდ უზენაეს საბჭოს დეპუტატებზე მინდა რომ გითხოთ აი როგორ ხართ თქვენ რამდენი ხართ კიდევ აი იმ დროიდან მოყოლებული უზენაეს საბჭოს დეპუტატები დღეს რამდენი ხართ და რანაირად ხართ ერთგუნდად ხართ კი ერთგუნდად ვერ ვარ სამწუხაროდ. სიმართლე გითხრათ, ახლა იურიდიულად რომ სტატუსი შენარჩუნებული აქვს, დაახლოებით 50 კაცი იქნება. მაგრამ ამ 50-დან 30 ამბობს დამანებეთ თავი მე უკვე გავედი პენსიაზე. 20 კაცი არის დაახლოებით ხშირად მისცემს ამათთან ურთიერთობა, რომ გული ერჩის ისევ იმ საქმეზე, იმიტომ თავს ვალდებულად ვთვლით ჩვენ. ჩვენ იმ ზვიადი მოგაგვიყენა იქ ვერჩი თუ სადღაც რომ იმიტომ ის ჯარისკაცებად რო იწოდებით ჩვენ მოვალეობა გვაქვს კი ბატონო და ამიტომ უნდა გავაკეთოთ რაღაცა ამას წინათ თქვენ იცით რომ ჩვენ გვინდოდა პარტიის აღდგენა ჩავატარეთ ჭადრაკის სასახლეში მაგრამ სამწუხაროდ ხალხი ზოგი ვერ მოვიდა ზოგი აცდუნეს სპეციალურად იმუშავა სამსახურებმა და შემდეგ მეორე მესამე დღეს ბოდიში მიყიდე მე ამადამ კაცმა დამირეკა და მითხრა რომ ეს გადაიდო ის გადაიდო რაღაცა ვიღაცას არ აწყობს რომ უნდა გადადებულიყო მაგრამ მე მაინც გამოვიშვი იმიტომ რომ თქვენს გითხრეს რომ ვიღაცას არ აწყობს ჩვენი გამოჩენა იმიტომ რომ აგერ ამ რო გავუჭირდა ამ ხელისუფლებას ვიღაცას დაარქმევს ახლა პატრიოტთა ძალებს, ეროვნულ ძალებს რაღაცას და გამოიყვანს ზვიადის სურათს სადღაც დააგავებინენ ხელში და არჩევნებზე მიიღებს ხმას კვლავ ვიღაც ბიზნესმენი და დადგება იქ და გაიმარჯვებს დემოკრატია. აი ამიტომ არ უნდა ჩვენი გამოჩენა, მაგრამ ჩვენ მაინც გამოჩნდებთ არ დაიმალება. ის 20 კაცი ვართ ნამდვილად. იმ 20 კაცში შედიხართ. რა თქმა უნდა, ეს იმ დროს რომ თქვით ჩვენი იქ ამერიკა მოქვეყნებული სათათბირო შევქმნით დეპუტატები რომელიც და ერთ-ერთი ბატონი ზურაბი არის რა თქმა უნდა. და ბატონო ზურაბ, აი თქვენ გერჩით გული რადგან იმ 20 კაცში დარჩით თქვენ, ხო? თქვენ რამდენად ფიქრობთ რომ ეს ხელისუფლება, აი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება არის ის კანონიერი ხელისუფლება რომელიც უნდა იყოს მას ანუ ლეგიტიმური ხელისუფლება არის ის და ეს დანარჩენი არის არაკანონიერი, ანუ არალეგიტიმური. მოგახსენებთ როგორ. ახლა ეს ახირება კი არ არის. ჩვენი ასე ვთქვათ. არსებობს სამართალი. ჩვენ 14 ნოემბერს, როდესაც პირველი სესია შედგა და პირველი დღე ერთი სიტყვით მივიღეთ რეგლამენტის შესახებ კანონი. თუ რა ევალებოდა რომელ დეპუტატის მოვალეობა და მისი პასუხისმგებლობასთან ეს რეგლამენტი ერთი სიტყვით და მთელი უზენაეს საბჭოს ესე იგი სამუშაო გეგმა თქვენ ხართ ჩემი ბატონი და აი ეს როგორ უნდა განხორციელებულიყო. ეს იყო რეგლამენტის შესახებ. მეორე დღეს უკვე 15-ში ჩვენ მივიღეთ კანონი სადაც ნათქვამი იყო რომ საქართველო აღიარებდა საერთაშორისო სამართალს ჰელსინკის მოლაპარაკებების საფუძველზე. გამიგეთ რა შესაძლოა. ეს იმას ნიშნავდა რომ საქართველო ეს 90 წელს ამბობთ ხო? 90 წლის 15 ნოემბერს. ესე იგი საქართველომ გადადგა ნაბიჯი სახელმწიფოებრიობისაკენ და აღიარა საერთაშორისო სამართალი. ეს იმას ნიშნავდა რომ ჩვენ ვაპირებდით
ყველა ჩვენ მომავალ საქმიანობას შესაბამისად საერთაშორისო სამართლის. აი საერთაშორისო სამართლი, ახლა ჩვენ ბატონო, ასეთნაირად ითვლება. არჩეული ხელისუფლება ითვლება კანონიერად, ანუ ლეგიტიმურად, თუ არჩევნები სამ პირობას აკმაყოფილებს. ეს არის პირველი. ეს უნდა იყოს დემოკრატიული აუცილებლად, მეორე უნდა იყოს დანიშნული. არა, ერთი ესა, მეორე უნდა იყოს პერიოდული, თუმცა იქ არის განმარტება, რომ გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება რომ პერიოდულობა შეიცვალოს, მაგრამ ამის უფლება აქვს მხოლოდ კანონიერად არჩეულ უზენაეს საკანონმდებლო ორგანოს. მაგრამ უზენაესი საკანონმდებლო ორგანო მაშინ იქნება ყველაზე კი არა ლეგიტიმური, თუ ის არის ნამდვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ის არის არჩეული, თუ არჩევნები არის დანიშნული, მის მიერ ვისაც ამისი უფლება აქვს. ეხლა ნახეთ რა მოხდა, როდესაც დაამხეს არჩეული ხელისუფლება, მოხდა კონსტიტუციის წყვეტა, მაგრამ არანაირი გადადგმა აღარ მოხდა. ესე იგი, მას შემდეგ არჩევნები, ისინი კი ეძახიან, რომ ეს იყო დემოკრატიული, მოგეხსენოთ, ის არანაირი დემოკრატიული არ იყო, ჯერ ეს ერთი ჩვენი საკანონმდებლო აქტით არჩევნებში მონაწილეობა კანონიერი რომ ყოფილიყო 50% პლუს 1 უნდა ყოფილიყო. ამათმა მერე მიიღეს კანონი, რომელსაც 25%-ით მიღებული საკანონმდებლო ორგანო კანონიერად ითვლებოდა. მაგრამ 25% იმ არჩევნებზე არ მივიდა სულ 23%-მდე. გამიგეთ რა შეასაქმე. იქაც ხალხი, რომელიც შეიძლება შეცდა კიდევაც და მიიღეს მონაწილეობა იმ არჩევნებში. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ შევარდნაძის ხელში სხვანაირად როგორ შეიძლებოდა შევარდნაძე, ჯაბაიოსელიანი, კიტოვანი, აქ გაფალტებას რო ადგილი ექნებოდა, აქ სადავ არაფერი არ არის. ერთი სიტყვით, ის არჩევნები, რომელიც ჩაატარა იმ ხელისუფლებამ, იყო არალეგიტიმური, ვინაიდან ის არ ყოფილა დანიშნული მის მიერ, ვისაც ამისი უფლება ჰქონდა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის. ბატონო ფირუზ, მე აგერ მაინტერესებს აი ასეთი შეკითხვა მაქვს. თემურ ქორიძე და გურამ პეტრიაშვილი ოცნების აი ეს ქართული ოცნების სათავეში მოსვლის წინ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში სტუმრობისას იძახდნენ, რომ ჩვენ ივანიშვილს ლეგიტიმაციას მივცემთო. მათ ჰქონდათ ამისი უფლება, რომ ლეგიტიმაცია მიეცათ ივანიშვილისთვის, ან როგორ უნდა მიეცათ? მაგ ორ პიროვნებას, რა თქმა უნდა, არავითარი უფლება არ აქვს. ლეგიტიმაცია რომ მიეცეს აწი არჩეულ ხელისუფლებას, ჩვენი უზენაესი საბჭო უნდა შეიკრიბოს და უზენაეს საბჭო უნდა მიცეს, თუ არა შეიძლება კარგი ბიჭია ფირუზი და ბატონი ზურაბი, მაგრამ ეს საკმარისი არაა. იმას ამბობდა ალბათ უზენაეს საბჭოს სახელით გამოდიოდა, თუმცა მათ ამათი უფლება არ ჰქონდათ, მით უმეტეს თემურ ქორიძეს. თემურ ქორიძე ბევრჯერ გადაუხვია უკვე და ის თვითონ საეჭვო არის თუ არა იმ პოზიციაზე, რაზედაც ბატონის ვიათი იყო და თანაც ლეგიტიმაცია ჩვენ თავის დროზე როგორ გადმოვეცით ჩვენ თავს. არ იყვნენ ცოცხლები ისინი, თორე უბრალოდ ცოცხალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დეპუტატი, რომელიმე იღიდან მივიღებდა, რადგან ცოცხალი იყო, ჩავდართ რეფერენდუმი. სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, ვიღაცამ უნდა გადასცეს. ლიტვაში თუ ბალტიისპირეთის რესპუბლიკა იყო, 3 დეპუტატი იყო და ისინი გამოვიდნენ ახალ არჩეულ პარლამენტის სესიაზე და თქვენს აბატონო ესენი ჩვენი მემკვიდრეები არიან. კი ბატონო, ღმერთმა ხნას, ჩვენ ის კი არ გვაქვს, რომ ვიძახით ლეგიტიმაციის აღდგენა, ლეგიტიმაციის აღდგენა ჩვენ ასე გვესახება. ქართველმა საქართველოს მოსახლეობამ ჩაატაროს არჩევნები, იმან კი არ უნდა ჩაუტაროს დამპყრობელმა და შემდეგ რო დავინახავთ ჩვენ ნამდვილ ხალხის არჩეულია და თანაც ხალხის პოზიციიდან იმას კი ბატონო გადავცემთ უფლება მოსილებას. თუ იქნებით ჩვენ თვითონ უფლება მოსილი იმ დროს. ეხლა კანონიერებასთან დაკავშირებით კი ბატონო. შეიძლება ჩაგერთვები. ესე იგი ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ მალევე გარკვეულმა ჟურნალისტებმაც დაიწყეს ტელევიზიაში მიყვანა სხვადასხვა პოლიტიკოსების, იურისტების თქვენ ხართ ჩემი ბატონო და უნდა დაედგინათ თუ რამდენად კანონიერი იყო ის რაც მოხდა გამიგეთ რა შესაძლოა. ხო და სამწუხაროდ ერთ-ერთმა
იურისტმა კვარაცხელიასთან ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც მან დაუსვა კითხვა, რომ აი მოხდა ესეთი რამ, ეს სამოქალაქო ომი, ესეთი ეს არ ყოფილა სამოქალაქო ომი და ეს მტკიცდება არსებობს ამის მტკიცებულება, რომ ეს მოხდა დამხობა, თქვენ ხართ ჩემი ბატონო, ეს ძალები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ეს იყო გადატრიალება, ხო, ეს იყო დამხობა რუსეთის ფედერაციის არმიის მიერ. მე მაქვს ახლა მე მაქვს ის რა ქვია ეგრეთ წოდებულ ფლეშკაზე მასალა და დაგიტოვებთ. კი ბატონო. ხო და გამიგეთ რა შეესაბ რომ დიახ, არა, რომ ეს არ იყო სამოქალაქო ხო, ესე იგი და თითქოს წაიყვანეს საქმე იგი თვითონ ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება. არა ბატონო, ეს იყო აბსოლუტურად თქვენ ხართ ჩემი ბატონი რუსეთის მიერ პროვოცირებული დამხობა კანონიერი ხელისუფლების. და შემდეგ რუსეთის ჯარის მონაწილეობა იყო თავდაპირველად. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არსებობს ბებაები თვითონ ამბობს, რომ 28-ში ჩვენ რომ არ დავხმარებოდით და ჩვენი ის ძალები, რომელიც გამსახურდიას ებრძოდნენ, არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ გამსახურდიას ხელისუფლება დაეყო. და 1994 წელს უკვე იზვესტიაში არის პირდაპირ მოყვანილი, რომ იმისი რა ქვია ბუნკერი, ეგრეთ წოდებული ბუნკერი აიღო როსტოვის სპეცრაზმა. გამიგეთ რა შეესაბ. ეს ახლა ეს ისეთი მტკიცებულებაა, რომ ამას მე არ ვიცი რა შეიძლება დავუპირისპირო. ეს მოხდა აბსოლუტურად გარედან თქვენ ხართ ჩემი ბატონი, უბედურება ერთი რამეა, რომ საქართველოში იყვნენ ისეთი ძალები, რომლებმაც ხელი დააბანინეს აი იმ ძალებს, რომლებმაც მოახდინეს საქართველოში კანონიერი ხელისუფლების და ხო და იმას ვამბობდი, რომ შარაშენიძემ მაშინ მაპატიეთ, აი კი ბატონო. ამოიღო იცით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კოდექსი ამოიღო და იქ მოიყვანა სიტყვები, რომ აი ნახეთ აქ წერია, რომ უკიდურეს შემთხვევაში მოსახლეობას უფლება აქვს აიღოს იარაღი და დაამხოს თუნდაც არჩეული ხელისუფლება. მაგრამ მან არ თქვა, რომ იქ არის განმარტება, რომ უკიდურეს შემთხვევაში რო წერია, მანამდე იმ ოპოზიციურმა ძალებმა, რომელიც ხელისუფლებას ებრძვის, ყველა კანონიერი გზა უნდა გაიაროს. ამისათვის ოპოზიციას ჯერ უნდა მოეთხოვა რეფერენდუმი. კი ბატონო. რეფერენდუმის შესახებ კანონი არსებობდა. თუ ხელისუფლება რეფერენდუმზე არ წავიდოდა, მათ უნდა მოეწყოთ საყოველთაო დაუმორჩილებლობა მთელ ტერიტორიაზე. შვიდობიანი. გამიგეთ რა შეესაბ. აი თუ ხელისუფლება მაინც არ წავიდოდა ამაზე, მაშინ მათ უკვე ჰქონდათ აეღოთ იარაღი და დაემხოთ თუნდაც არჩეული ხელისუფლება. მაგრამ მათ იცოდნენ ბაბაკი, რომ თუ რეფერენდუმს მოითხოვდნენ, რა თქმა უნდა წააგებდნენ. ხო? რა თქმა უნდა. თუ მოითხოვდნენ, ან მოინდომებდნენ, რომ საყოველთაო დაუმორჩილებლობა მოეწყოთ, ამას ხო ესენი ვერ მოახერხებდნენ. რა თქმა უნდა, ზუსტად ეგ მინდოდა ვერ მოთქვა. ამიტომ აიღეს და მოახდინეს რა? მოახდინეს ის, რომ დააბანინეს ხელი საქართველოს დამღუპველებს, ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურები, პირდაპირ ამბობს ამას იბერია სპექტრში მაშინდელი სპეცსამსახურების უფროსი ირაკლი ბათიაშვილი. კი ბატონო. პირდაპირ ამბობს, თვითონ ამბობს, რომ მხედრიონზე ამბობს, რომ სანამ არ გადატენესო, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სხვა უკვე აღარავინ აღარ იქნებოდა. გადატენა ხო მაგას ნიშნავს, არა? თავისი აგენტურით. მანამდე ეს აგენტურა, რუსეთის აგენტურა არ გაჩერებულაოდა. ახლა დანარჩენი ხალხმა გააკეთოს თვითონ ანალიზი. იცით, აი რამდენჯერაც ამ თემებზე ვისმენ საუბარს, სულ მიახლდება და მიახლდება, თავიდან მიახლდება ეს ტკივილი და თვალწინ მიდგება ძალიან ბევრი რამ 90 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ვზეინობდით ერთად ყველა იმ გამარჯვებას პრეზიდენტიც რომ ავირჩიეთ და ეს იყო საყოველთაო მართლა ბედნიერება, დიდი და პატარა ამაში მონაწილეობდა და ყველამ ერთხმა დავირჩიეთ ჩვენ ეროვნული ხელისუფლება და ჩვენ ვიყავით ძალიან ბედნიერები, მართლა ბევრ ამას გავუძელით მაშინ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, მაგრამ ჩვენ გავუძელით.
გაღვიძლით, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ ეს იყო ქართული ეროვნული ხელისუფლების მოსვლა და ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს შენების დასაწყისი. აი ამიტომაც ბევრ რამეს უძლებდით, მაგრამ დაგვრიტეს, გავაუბედურეს, ყველაფერი შეგვიქმნეს იმისი პირობა, რომ ჩვენ აღარ ყოფილიყავით. სამწუხაროდ მანიშნებენ, რომ რეკლამის დროა, ჩვენ მალე დავბრუნდებით და გველოდეთ. PKTV-ის საბავშვო სტუდია ცისკარა იწვევს 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს კორესპონდენტისა და ტელეწამყვანის ოსტატობის შემსწავლელ კურსებზე ყოველთვიური გადასახადით მინიმალურ ფასად. დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემულ ტელეფონებზე ან გვეწვიეთ მისამართზე ჩუბინაშვილის ქუჩა 79 პირველი სართული ინტერნეტ ტელევიზია PKTV-ის რედაქცია. რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, ისევ ამ მძიმე თემით. თუმცა ბოლოს გავაკეთებ ჩემს ალბათ პატარა რეზიუმეს, ახლა უნდა მეთქვა რაღაც ბატონო ზურაბთა, ბატონო ფილოს, მაგრამ თავი შევიკავე. განვაგრძოთ, აი ეს კითხვა კი არა და მიმოხილვა დავსვი ალბათ, ესა გავაკეთე ალბათ. ბატონო ფილოს და ბატონო ზურაბ, რომელი მიპასუხებთ არ ვიცი, მოდით ახლა თქვენ მოგაქცევთ ყურადღებას ბატონმა ზურაბმა წაგან ისაუბრა. ეცეთ აი როცა ჩვენ ბევრი რამ აკრძალული გქონდა, როცა ჩვენ უკვე ეროვნულ მდგომარეობაში აღარ გვაყენებდნენ, როცა დაიყიდა საქართველოს მიწები, მაშინვე დაიწყო საქართველოს მიწებისა და ტერიტორიების გაყიდვა, როდესაც ზვიადი წინააღმდეგი იყო და თქვენი უზენაესი საბჭო, ანუ ეროვნული ადამიანები, როდესაც წინააღმდეგები იყავით მიწის პრივატიზაციის საქართველოში, როდესაც ზვიადმა აფხაზეთი არ ჩააბარა რუსეთს და როდესაც ზვიადს დასწამეს ის, რომ ის დინების საპირისპიროდ მიდიოდა და ასე შემდეგ და მას არმეებს არ აპატიებდნენ, მოკლეს კიდეც, ანუ ზვიადი მოსპეს, დაანგრიეს ის ეროვნული ხალხი, ეროვნული სულისკვეთება. მე თქვენ მაინც აი ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ. ბატონო ფილუს, რას მეტყვით, ლეგიტიმაციის უფლება ვის აქვს, ვინ არის დღეს შემსრულებელი უფლება მოვალეობის შემსრულებელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისა და ვის აქვს უფლება რომ შეკრიბოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები, რომ დადგეს საქართველოს ლეგიტიმაციის საკითხზე, აი საუბარი შედგეს უკვე რომ იქნებ დრო არის რომ შეიკრიბოთ, დაიწყოს ეროვნული სულისკვეთება, დაინგრა საქართველო, აღარ არის საქართველო. ეს რა თქმა უნდა ცნობილია, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჩვენ ბოლოს ავირჩიეთ მირა კიგნაც ყოველგვარი კანონის იმის დაცვით. მაგრამ სამწუხაროდ ის პასიურ მდგომარეობაშია და პასიური რატო ავადმყოფობს თუ რა შეიძლება? არა, არ ავადმყოფობს, მაგრამ პირად საუბარში გამიცხადა, რომ მე არ მინდა გამოვჩთე, არ მინდა მოღვაწეო, ჩათვალეთ, რომ მე გადამდგარი ვარ. ხო, მე გადავდექი, მაგრამ გადადგომა უზენაესი საბჭოს სესიამ უნდა დაადასტუროს. ის ასე იურიდიული პირი ის არის კონსტიტუციაში ასეცები. კონსტიტუციაში მესამე პირიც არის, ეს არის პრემიერ-მინისტრი, ბესარიონ გუგუშვილი, რომელიც დევნილობაში არის და ესე მაგრამ ბესარიონ გუგუშვილს არ აქვს უფლება უზენაესი საბჭოს სესიამ მოწვევის არ აქვს. უზენაესი საბჭოს მოწვევის უფლება აქვს მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა და უზენაესი საბჭოს. და ქალბატონი მანანა რას წარმოადგენს? ქალბატონი მანანა არის საქართველოს პირველი ლედი. ჩვენი სავალელი პრეზიდენტის მეუღლე და პატრიოტი. ანუ მას იურიდიული რაიმე უფლება არ აქვს. კარგით. და ესე იგი ბატონი მერაბი ალბათ თქვენ უნდა როგორღაც კანონიერად უნდა კიდევ ვეცდებით. აქ კიდევ არის ერთი ის არის რაღაცა გარკვეული რაოდენობა დეპუტატებისა, თუ ეს გარკვეული რაოდენობა ხელს მოითხოვს, მაშინ შეიძლება კი არა უნდა მოხდეს სესიის მოწვევა. ესეთი არის. ასეთი აზროვნებები ჰელსინკის კავშირის როცა ვიყავი ახლა თავკაცი, მაშინ აზროვნებდით ამაზე, იმიტომ ვიცი ზუსტად 50-ია იურიდულად ვარ. მაგრამ ფაქტობრივად არ ხერხდება, ალბათ ღმერთი ზრუნავს იმაზე, რომ არ ხერხდება. და ნელ-ნელა ამას გვაგრძელდება. ახლა ჩვენ 13 წლის წინათ მოგეთქვათ მილიან ციკლავი მე მიმეშთა რომ უზენაესი საბჭოს წევრი იყო. ახლა ეს უკვე არაა უზენაესი საბჭოს წევრი, რადგან ამ პარლამენტის წევრი არის და ასე აგრძელდება. მაშინ რა უნდა ქნათ ბატონებო, გამოსავალი სად არის? იმიტომ რომ კანონიერი ხელისუფლება არის 90 წელს არჩეული
პრეზიდენტი და მისი გუნდი, ხო? კანონიერი ხელისუფლება არსებობს. თქვენი საუბრიდან გამომდინარე და თუ ჩვენ გადავხედავთ ისტორიას, უახლო წარსულის ისტორიას, უახლეს ისტორიას, ჩვენ თვითონაც ხვდებით, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, ხო? მაგრამ ამ ხელისუფლებამ, იმის შემდგომმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გაასხვისა და ეს ბევრი რამ ეს არის საქართველოს ტერიტორიები. აქედან დავიწყოთ, ყველაფერი მთელი უბედურება მოდის აქედან, ხო? ტერიტორიების გაჩუქებით, გაყიდვით და ასე შემდეგ და ამიტომ აი გამოსავალს რაში პოულობთ, რომ თუ კი დაბრუნდება კანონიერი ხელისუფლება, მაშინ დავიბრუნებთ მიწებს. მე არ ვიცი ასე ღიად უნდა დავსვა ეს საკითხი. არა, ეს ადვილი კითხვის დასმა რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ მოგეხსენებათ ჩვენს გარშემო დიდ ძალადობას აქვს ადგილი არა რუსეთის მხრიდან თქვენ ხართ ჩემი ბატონი სხვა ასე ვთქვათ ჩვენს ორიენტაციასაც თლად გარკვეული სახე არ აქვს მიღებული არის ჩვენს ორიენტაციას საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით ვამბობ, თითქოს ეს არის რაღაც ჩამოყალიბებული და რომ ზოგ შემთხვევაში ძალიან ხმამალად იძახიან, მაგრამ მოგეხსენებათ მაინც მკაფიობთ და ეს არ ჩანს თუ რა იქნება და როგორ იქნება. აქ იცით როგორ არის საქმე ძალიან ისიც არსებობს ესეთი გამოთქმა, გარდაუვალი და სამწუხარო. აი ჩვენ ვართ ესეთ მდგომარეობაში. ის ყველაფერი რაც მოხდა მოგეხსენებათ სამწუხარო იყო და იყო გარდაუვალი, იმიტომ რომ ყველაფერს მას ჰქონდა თავისი წინაპირობა. აი ის მე რომ გითხარით ადამიანები რომელმაც ხელი დააბარინეს რუსეთს, ის რომ რუსეთი არის ჩვენი მეზობელი და რომ მას როგორც ქიმიურ ელემენტს არ ცილდება ვალენტობა ისე რომ სარცილდება ეს ადმინისტრაციული აღტაცება. მას არ შეუძლია მეგობრობა, ეს აუცილებლად უნდა იყოს ხშირად ჭალებში ვითოს იყოს ხაზეინი ეს მისი მოთხოვნილება არის. გამიგეთ რა შესაძლოა. მე არ ვიცი, მე ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე. ამებსაც ვათენებ, მაგრამ მე გამოსავალს ვერ პოვ. თქვენ ჩემი აზრით ასეთია, რეალური ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის ეროვნული სულის გამოღვიძება. ახლა ამ წუთში როგორ უნდა გამოვაღვიძოთ? ახალი ზვიადია საჭირო. არა, ზვიადის იდეა, საკმარისი ჩვენი აქტივობა, მე და თქვენ რო ვართ აქტიური, აი 20 კაცი გერა, ყველა 52 იყოს და აი ის გამოაღვიძებს ეს, აგერ პატარა საშუალებები არის ეს ერთი და თუ კი ოდესმე კანონიერება აღდგა, ზენესებირი კანონიერება თუ აღდგა, იურიდიულად იმას აქვს ბერკეტი, მაგალითად, გროზნოში ჩვენს მიღებულ გადაწყვეტილებას დაუდევს სოფლიო მთავრობას. ჩვენ ხო გითხარით ბატონო მოხდა გადატრიალება, ეს უკანონო ყველაფერი უნდა იკავეთ მაგასთან კავშირს. ამიტომ გენაცვალე იმაზე პასუხი ერგოს შევარდნაძემ სააგაშვილმა და სხვა აგაშვილმა მიუყვათ ამებს და გადავცემთ. მესმის ბატონო. მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს ძალა და იურიდიულად ეს სწორი იქნება, ოღონდ ვიღაცამ უნდა დაგიჭიროს ხარ დიდი რეალურად როგორ. მაგრამ რეალური არის ეროვნული მოძრაობა აღდგეს. კი ბატონო. გაიღვიძოს სულიერმა. ყველანაირად უნდა ეცადოთ თქვენ და თქვენთან ერთად ალბათ იმ ეროვნული სულისკვეთების ადამიანებმა, რომლებიც ალბათ კი არა აუცილებლად ტრიალებენ ჩვენს გარშემო. ადამიანები საქართველოს მოქალაქეები დაიღალნენ. დღეს რა მდგომარეობაშიაც იმყოფებიან იმით, იმ სამწუხარო რეალობით. როდესაც ჯავახეთის აგერ დღეს მე მქონდა დღეს სწორედ დღეს მქონდა ეთერი, მე და გიორგი თევზაძეს მიყვავს უფლებადამცველის საათი, სადაც საუბარი ქონდა საქართველოს საზღვრების ამბებზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორ ნაწილ-ნაწილ ეტაპობრივად მცოცავი აი ეს ოღონდ სომხეთი არ იცვლება მცოცავად სომხეთის საზღვრა. არა, ის არ მოდის. თუ უკვე სომხეთი არა, იმის წინააღმდეგ არ გამოდის არავინ. ხო და აი მაგას ვდაობ სწორედ. მაგას ვდაობ, რომ აი ეს დაკარგული ტერიტორია რატომღაც
გვაყურებინებენ მხოლოდ აფხაზეთისაკენ, უცებ ხმა მოიღეს სამაჩაბლოს ამებზე და სამხრეთ ოსეთს უწოდებენ მას და ასე უცებ ის მიჩქმალულია ჯავახეთის ამბები. სინამდვილეში და გარდაბანის ამბები არის კიდევ მიჩქმალული დღეს მაგაზე ვისაუბრე სწორედ, რომ გარდაბანის საზღვრისპირა მიწები სოფლებში, საზღვრისპირა სოფლებში მიწები ჰექტრობით იყიდება. ის რა თქმა უნდა, იქ დასახლებული აზერბაიჯანელები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მე თვითონ პირადად ვიყავი ჩასული და ეს ხალხი ტიროდა და ამბობდა ნუ გაგვიყიდით მიწას, ჩვენ მოვიყვანთ მოსავალს, ჩვენ ხო ავცხოვრობთ, ჩვენ ხო საქართველოს მოქალაქეები ვართ, ჩვენ ვზრუნავთ ამ მიწაზე საქართველოს მთავრობას რატომღაც საქართველოს ხელისუფლება რატომღაც ყურს უყურებს ამ ამბავს, იმიტომ რომ მე პირადად ეს არაერთ გზის გავახმაურე ეთერით და პრესის საშუალებითაც, მაგრამ კაციშვილი ყურს არ გვიგდებს. იქნებ თქვენ ბატონებო რამენაირად, რომლებიც ხართ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, თქვენ გააკეთოთ ის, რომ ეროვნული სულისკვეთების ადამიანები მოხვიდეთ, მოვიდნენ, შეიკრიბოთ, აგერ ეს ხალხიც გვერდში დაგიდგებათ, ალბათ იმედი არის, რომ ამ ეთერის გამო არ ჩამქოლავენ და არ გამიკეთებენ იმას, რომ ჩემი ეთერი დახურონ. მე მგონი მომეცემა საშუალება, რომ ჩემი საინფორმაციო საშუალება შევინარჩუნო და ტრიბუნა მქონდეს, იმედი მაქვს იმ ხელისუფლების, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სიყვარულში იღწვის. მე დღევანდელებზე მაქვს საუბარი, თუ ასე არ არის, ეს უკვე ეს უკვე მათი პრობლემა არის და ასე რომ დიახ. სწორედ ეგაა ჩვენი მიზანი, ჩვენ მეტი არ შეგვიძლია, მე დიდი ენთუზიაზმით მოვდიოდი დღეს აქ, იმიტომ რაღაცა პატარა მარცვალს ერთ-ორ კაცს ხომ გავაგინებ, რომ ცოცხალი ვარ ესე. რა თქმა უნდა, აი ეს ახალი ზვიადია საჭირო, მაგრამ ზვიადის მოსამართი სხვა სახელი შეიძლება იყოს. უნდა დაჯერდეს ეს ხალხი ბატონ ზურავს, ბატონ ფირუზის, ბატონ აკაკის, ბატონ კოტეს, ამებს უნდა დაჯერდეს, იდეა უნდა იყოს ის. იდეა უნდა იყოს, რა თქმა ჩვენ ბევრი ვართ. საბედნიეროდ ჩვენ საქართველოში უმრავლესობა ვართ კვლავაც. მაგრამ ახალგაზრდებს სხვა განათლების სისტემის ზრდიან და იმათთვის უკვე ბატონო ფირუზ, აი ახლა მე პედაგოგებთანაც მაქვს საქმე, ასეთ მეცნიერებთან და მე შემიძლია ძალიან მტკივნეულად გაგიმხილოთ ერთი ჩემი ძალიან დიდი ტკივილი. მე თვითონ მაქვს სტუდენტებთან საქმე, ახალგაზრდობასთან საქმე და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ ახალგაზრდებს ჩვენ დასამწუხაროდ არათუ საქართველოს იმ სხვა ისტორიიდან, საქართველოს იმ უახლესი ისტორიიდან, რომელსაც თუნდაც 99 წლის 9 აპრილი ქვია. რომელსაც თუნდაც 78 წლის 14 აპრილი ქვია. რომელსაც თუნდაც 92 წლის 14 აგვისტოს ტრაგედია ქვია. 91 წლის 22 დეკემბერი ქვია და ასე შემდეგ. აი ესენი არის. ეს მიზანი არანაირი ისტორია რა მოხდა ამ დროს არ იციან. იმიტომ განათლების სისტემა საოკუპაციო რეჟიმი რომ ხონძონეს, საოკუპაციო რეჟიმი ჩვენი დაპყრობლის მიერაა დასმული, ხალხს რომ მგონია თავის ერჩევა. მე მინდა რომ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც აქ ყურადღებით, აი ჩვენ ტელეეკრანის მიღმა იმყოფებიან, მე გულისხმობ ჩემს მაყურებელს, ჩვენს აუდიტორიას, ელექტორატს, მინდა ვუთხრა, აი ესენი არიან უახლესი ისტორიის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველო გარკვეულწილად დღემდე მოიყვანეს, რომლებმაც იბრძოლეს, რომლებმაც გამოიარეს ბუნკერი, გამოიარეს ტყვია, წამალი, როგორც უფალი იყო და ნერწვა, მუჯლუგუნი, უამრავი რა, მაგრამ მაინც რაღაც შეინარჩუნეს და ამიტომ ჩვენ უფლება არ გვაქვს საქართველოს წიხვეშ გავთელოთ, ვინც ვართ დარჩენილები და ალბათ იმ ლეგიტიმაციის საკითხი რამენაირად უნდა მოაგვაროთ, მე ასე ვფიქრობ, უნდა შეკრიბოთ ხალხი, ამას რა თქმა უნდა ეს თქვენ გევალებათ, იმიტომ რომ სხვა ვერავინ გააკეთებს, თუ თქვენ რამენაირად არეაქტიურებთ და უკვე დრო მოვიდეთ, რომ საქართველოს ხვალ უკვე აღარ იქნება ბატონო ზურაბ, მართლა აღარ იქნება. და მოდით დავუბრუნდეთ ისევ იმ თემას, რომელსაც ზვიადგამსახურდიას მკვლელობა ქვია, აი ამ საქმეს მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, იმასაც ამბობენ იმასაც, მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან ლამაზად აღნიშნეთ, რომ
შეიძლება და თქვენც ასე თქვით, შეიძლება ადამიანმა თავში ტყვია დაიხალოს, მაგრამ იმას კვლევა არ ერქვასო. ანუ იქამდე მიყვანა, რომელმაც ეს საზარელი ფაქტი გამოიწვია. აი ეს არის მაინც კვლევების მუხლით დაკვალიფიცირება. მოდით დავუბრუნდეთ ამას, იცით, ასეთი ბინძური რაღაც გავრცელდა თითქოს ბესარიონ გუგუშვილმა წამალი დაალევინა, ბევრი საძილე წამალი დაალევინა მარგველანს, ანუ ზვიად გამსახურდიას პირად დაცვას, რომელიც იმ მომენტებში იქ იმყოფებოდა და შემდეგ მოხდა ეს ფაქტი. არის თუ არა ეს რეალობა, როგორ ფიქრობთ? მოტივი რა უნდა ყოფილიყო ვერ ხედავ. მოტივი რატო იქნება? ეს გავრცელდა თანაც მე ერთი რამ ჯერა. ბესარიონ გუგუშვილმა მარგველანმა თუ ბაჩიგვანსაზემა რამე რომ იცოდეს იქ ზედმეტი, ის ცოცხალს არ დატოვებდნენ. ზედმეტი მოწმე ვის ჭირდება. ამათ იციან ის, რაც მათ ნახეს, რაც მათ მოეჩვენათ. და იმიტომ არიან ასე მონდობებული, თორემ ამათ ზედმეტი რამე რომ იცოდეს, მოწმეს დატოვებს იქ ვინმე. ესენი კი არა, იმდენი სანახევრო მოწმეები რაღაცა რომ იცოდეს, ზვიადის შესახებ ისინი მოაკლებინა შემდეგ შევარდნაც. ფაქტია ახლა ვიზედაც ეჭვი გამოიწვა. არა აგერ და თანაც ეს გამოძიება ზედმეტია. გამოძიება მოხდება მაშინ, როდესაც კანონიერი ხელისუფლება იქნება, ის დაინტერესებული იქნება. ბუნებრივია. ის დაინტერესებული იქნება და რა თქმა უნდა და პასუხი მოვაგებინოთ იმას. და სანამ იმ კითხვაზე გადავიდოდეთ, რომელიც პრინციპში ჩვენი გადაცემის დასასრულის ბოლო კითხვა იქნება, მე მინდა კითხოთ აი ესეთი რამ. წერილი 19 ბრალდებით გამსახურდიასგან შევარდნა წესს. იყო ასეთი 19 ბრალდება, რომელსაც ზვიად გამსახურდია შევარდნაძეს უყენებდა. აი აქედან მე აქ წერდი ამას, მაგრამ სამწუხაროდ ამ ნომრის გაგრძელებაში მიწერია თვითონ ის ბრალდებები და სამწუხაროდ აქ არ მაქვს. კონკრეტულად რას ედავებოდა ბატონი ზვიადი, ბატონ ედუარდს? ძალიან დიდი ამბავია და ასე იმათურები. მე ამ შემთხვევაში ბატონ ზვიადს შევეკამათებოდი 19 ცოტა. დიახ. იმდენი ბრალდება შევარდნაძის მიმართ, რომ რა ვიცი. სამაგიეროდ შევარდნაძემ მიიღო თავის სასჯელი. შევარდნაძე მოკვდა და დასაფლავება ვერ გავედეს მისი. სეიფში ყავთ შენახული დაცვა ამიღჭენილი. არა, თავის მეუღლის გარზე არ არისო და ეგება მე ყვავილი მინდა მიუტანო, მიმიშვით ბატონო, არ მიმიშვერე. და ასეთი დიდი დემოკრატი და ასეთი დიდი კაცი თუ იყო, რატო ეშინია მისი დასაფლავების? არა, ბატონო, ადამიანი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ მე უფრო მაღალ თანამდებობაზე მიმუშავეო, ადამიანი, რომელიც თავის თავს თვლიდა საქართველოს პრეზიდენტად და ასეთ რამეს იტყვის, ნახეთ, ახლა ორი ის ჩნდება უბედურება. ერთი პირველი, თუ მან არ იცის, რომ ნებისმიერი თუნდაც 14,000-იანი პატარა ოკეანეში კუნძული რომ არის, იმისი არჩეული პრეზიდენტი გაცილებით უფრო დიდი თანამდებობაა, ვიდრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. თუ ეს არ იცის, მაშინ ეს ჩვეულებრივი პრიმიტივია. მაგრამ მეორე ვარიანტია, თუ მან იცის ეს, მაგრამ მაინც ამბობს, მაინც პრიმიტივია. აქ სადა ეს როგორ შეიძლება ადამიანია თავისი ქვეყნის თავის თავს არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ უფრო მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. შესაძლოა მაგის გამოგონება ტერმინი პირველი პრეზიდენტი. ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკას არ ყოლია. პირველი, იმიტომ გამოუგონა იმას, რომ თვითონ მეორე იყო. და მე ის ვხარ, რომ გამსახურდიას მოთხარ, რომ ვიწერე პირველი პრეზიდენტი. არ ხარ სწორი თქვა. და შენ თუ გეშინია მაინც ამთავრობის წარმომადგენელი ხარ თქვა, მაინც თუ გეშინია, იმიტომ ესენი საქართველოს პრეზიდენტები არიან და ის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო თქვა და ამოისუნთქა მიეცა გამოსავალი, მაგრამ მაინც არ დაწერა, მაინც პირველი პრეზიდენტი უწერია. ესე მე გამიგონია არ დავასახელებ ერთ-ერთ ტელე არხზე
ყოფილი ექს-პრეზიდენტია ეს. ყოფილი ექს-პრეზიდენტი. ყოფილი ექს-პრეზიდენტიო? ან ერთ მაინც პრეზიდენტად ზუსტად გამსახურდია რჩება ჯერჯერობით, ხო და თან ყოფილი და ექს ერთი და იგივეა თუ ვინმე მოიწევს. სამიანოს ჩვენ თავრობის სახლში ვიყავით, ამა ტელევიზია რო ჩაიგდეს, ირინა სარიშვილი გამოვიდა იქ და პირდაპირ ისწრა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი ახლა უკვე ექს-პრეზიდენტი დაუძახა იმან თამამად იყო უკან ბეყაევი უთხრა. მე შემდეგ ბალტინი და რა ვიცი რა. ბატონებო, იცით რა ვქნათ, შემდეგი შეხვედრა ჩვენ აუცილებლად უნდა მოგვიხდეს ამ სტუდიაში და აუცილებლად გვინდა შეიძლება ითქვას, აი რაღაცა პერიოდებად რომ დავყოთ საქართველოს ისტორია, რაზედაც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, იმ ეროვნულ და მოძრაობას და შემდგომ პერიოდებზე. და ამით თან, ხო, და თან თქვენ შეგიძლიათ ნელ-ნელა აი სხვა ჩვენი კოლეგები გამოვაჩინოთ, რომ არ ეგონოს ვიღაცას ორი კაცი არ არჩენილა. არა, ესე იგი სამწუხაროდ დღეს ვერ მოვიდა კიდევ ის ადამიანები ვერ მოვიდნენ, რომლებიც გამოსულან ეთერში, მაგრამ არაუშავს, შემდეგში მოვლენ და გვექნება საქართველოს ისტორიის საკითხები. მოდით მივაწოდოთ იმ ახალგაზრდობას, რომელმაც თუნდაც აი ეს უახლოესი ისტორია არ იციან. და მე მინდა რომ პატარა მონაკვეთი ამოვიკითხო ხანა ტირანისა 10 წელი ჯოჯოხეთში, ასეთი ამას აქვეყნებდა ჟურნალი პრეს პრემიერი და აქ მიწერია ეს არის ბატონ გელა ჯიღაურის ნაწერი და ავტორია ეს გელა ჯიღაური. ეს არის მე-12 ნომერი ყოფილა, გაგრძელებაო დასაწყისი მე-11 ნომერში ასე მიწერია. სამწუხაროდ ის ნომრები მე ვერ ვიპოვე და მინდა აი ასეთი ესე იგი ისევ საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ზემოხსენებულ ღია წერილს მივუბრუნდეთ. ანუ ღია წერილი მიწერა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საბჭოთა კავშირის, ხო, შევარდნაძე და იმას მიწერა. თქვენ და გორბაჩოვი მხარს უჭერდით ოს სეპარატისტებს, რაც ხელს უწყობდა შიდა ქართლის კონფლიქტის გაღვივებას და საუკეთესო საშუალება იყო ჯარის შემოყვანისა და საქართველოს ხელახალი ანექსიისა. ამან საბოლოოდ დაგვაკარგინა შიდა ქართლი. თქვენმა ხუნტამ საქართველოში გააჩაღა ძმათამკვლელი ომი და რაც ყველაზე საგანგაშო არნახულად გააღვივა კუთხური შუღლი. და მარტო კუთხური შუღლი მგზნებარე ინტერნაციონალისტისა და კოსმოპოლიტის საქართველოში ჩამოსვლამ არნახულად დააჩქარა კრემლის კიდევ ერთი საზარელი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში კომპაქტურად დასახლებულმა უცხოელებმა ავტონომიური დამოუკიდებლობა მოითხოვეს და იგივე მოთხოვნები დღესაც გრძელდება. ამასთან უფრო კატეგორიული და მბრძანებლური ფორმებით. ჩვენო პრეზიდენტო ძვირფასო ედუარდ, ჩვენი დიდი თხოვნაა ჩამოგზავნეთ ჩვენთან ახალქალაქში და ისე როგორც საქარაში შეხვდეთ თქვენს თანამოქალაქეებს, თქვენ სომეხ ძმებს, ეს კომპაქტურად ჩასახლებულები რომ წერდნენ შევარდნაძეს, აი ამას გულისხმობს. თქვენ სომეხ ძმებს და საჯაროდ გადმოგცეთ ჩვენ სარგებლობაში არსებულ მიწებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა პასპორტებიო, ამას წერდნენ ჯავახეთში ჩასახლებულები. როგორც ცნობილი არსებობს დავა ისტორიულად ვისია სამცხე ჯავახეთის მიწა-წყალი. დღეს იქმნება შესაძლებლობა ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარების საქმე ისაა, რომ აქ სომხური დიასპორა ძალიან ძლიერია, ეს მხარე კი ძალიან სუსტადაა დასახლებული. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს შევიძინოთ ეს ტერიტორია, რომ ამაში თქვენ გეყოლებათ კიდევ უფრო ერთგული და მტკიცე დასაყრდენი. ბატონო ედუარდ, როგორც ცნობილია საქართველოს მოქალაქეების, სომხების, რომლებიც აქ ათეული საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ, მესხეთ ჯავახეთში და მთელ საქართველოში შექმნილი დიდი სიმდიდრე არსებობს, მათ შორის ფაბრიკა, ქარხნები, სამედიცინო დაწესებულებები, არქიტექტურული ნაგებობები და ასე შემდეგ. იმედი გვაქვს უძრავ-მოძრავი ქონება, რომლებიც ჩვენ გვეკუთვნის, დაგვიბრუნდება ჩვენთვის, ცნობილია რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო. ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოში საერთაშორისო, უბრალოდ მოქალაქეთა შორის ურთიერთობათა თქვენეულ პოლიტიკას. ასევე თანახმა ვართ ქვეყნის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ფედერალური მოწყობის პასპორტებში ეროვნების საქართველოს მოქალაქით შეცვლის და ასე შემდეგ. ამას მე ხელს აწერენ ვინმე კარაპეტიანი, გეურქიანი, ტერპეტროსიანი, ისააკიანი, სააკიანი უკაცრავად და ასე შემდეგ. ესე იგი, ერთ-ერთი ბრალდება გამსახურდიასის შევარდნაძის მიმართ არის სწორედ ჯავახეთის პრობლემა, რომლის კიდევ დღესაც დგას საშიშროების, აი ამ საშიშროების პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომ ჯავახეთი შეიძლება, მაგრამ ის საქართველოს ტერიტორია.
რა თქმა უნდა და ის საქართველოს ტერიტორიად ნუ დავამძიმეთ, მე ვფიქრობ, კი ბატონო. ნუ დავამძიმეთ, რა ვიცი. აი ეს საკითხი იცით, აი სხვა ეროვნების მაცხოვრებლებისა გვალ მაგიდას და ბატონ ზვიას თვითონ ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული თავის თავად. და აი ეს კონფლიქტი, რომელიც აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის მოხდა, რომ არ გადმოვიდა საქართველოში, ეს იყო ბატონ ზვიაძის დიდი დამსახურება, თორემ რუსეთის სპეცსამსახურები მუშაობდნენ იმაზე, რომ ეს სისხლისღვრა საქართველოში გადმოსულიყო. კი ბატონო. ამიტომ ჩვენ მეზობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობები უნდა მოახერხოთ და უნდა სამართლიანობა ერთმანეთში უნდა ძალიან მოდი ამ თემებზე აუცილებლად შემდეგ რომ შევხვდებით ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენი დრო ამოიწურა და მე ისე ვერ გაგიშვებთ რომ არ დაგემშვიდობოთ და ძალიან დიდი მადლობა რომ არ გითხრათ მობრძანებისათვის. მოკლედ მე მინდა მაყურებელს შევახსენო, სამწუხაროა რომ ისე გავიდა დრო ბევრი რამ დაგვჭა სათქმელი, თუმცა იმეც ვიტოვებ რომ ჩვენ აუცილებლად ძალიან მალე და ძალიან ხშირად შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ საქართველოს უახლეს ისტორიაზე. მე კი მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ უზენაესი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები ბატონი ზურაბ ციქარიძევა და ბატონი ფირუს დიაკონიძე. ეს იყო ჟურნალისტური გამოძიების საათი პეკატივიჩისა და თემა იყო რატომ მაინცა და მაინც ახლა დაჭირდათ ზვიად გამსახურდია საქმის მკვლელობის თუ თვითმკვლელობის საქმის ხელახლა წამოწევა, თუმცა პასუხი მაინც ვერ გავიგეთ. ალბათ იმიტომ რომ არჩევნები მოდის. მე ვიყავი ჟურნალისტი კეთ სესიაშვილი, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.